323 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ალექსანდრე დიდის სიკვდილით აღინიშნა ძველი საბერძნეთის კლასიკური ეპოქის დასასრული და ელინური პერიოდის დასაწყისი. ამ პერიოდის მრავალმა სოციოპოლიტიკურმა ცვლილებამ და შემდგომმა განუსაზღვრელობამ წარმოშვა ახალი მოსაზრებები, დაკავშირებული მთავარ საკითხთან. როგორ მოვიპოვო კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე. წესრიგის ძიებაში შეიძლება მიხვიდეთ უფრო დიდ მასშტაბამდე, ბუნებასა და სამყარომდე, ან შეიძლება ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, სულს. საინტერესოა, რომ ელინურ ფილოსოფიაში შეხვდებით ამ ორივეს კომბინაციას. ყველაზე პოპულარული მათ შორის სტოიციზმის ფილოსოფიაა. ცაში შეხვდები მათ მაქსიმუს. რაც აღმერთს არა სცადდეს, არა საქმე არ იქმნების. ანათებს ლამპარი და არ კარგავს მთელ თავის სიკაშკაშეს მანამ სანამ არ ჩაქრება. ჭეშმარიტება და სიმართლე რომლებიც შენშია და ზომიერება ჩაცხრება შენ სიკვდილამდე. ნუ ღელო, რაც მოხდა მოხდა და თუ ჩვენ არ შევგწევს ძალა შევცვალოთ ის, რაც ბუნების ხელშია, ჩვენს ძალაშია შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ და გავუძლოთ, რასაც ცხოვრება გამოგვიგზავნის. ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც კი აღმოჩნდები, გახსოვდეს, რომ მიმართო საკუთარ თავს და კითხო, რა შეგიძლია რომ გააკეთო. ეს მდგომარეობა შენ სასარგებლოდ რომ აქციო. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი მოვკვდებით. სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ თუ როგორი იქნება ჩვენი დასასრული, მაგრამ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, როგორ შევხვდებით მას, რათა მეხსიერებაში დავრჩეთ ისე როგორც ადამიანები. ყურადღება მიაქციე. იმისათვის, რომ ბრძენი სტოიკოსი იყო, არ ნიშნავს დათრგუნო ან გააუფასურო შენი ემოციები. ეს ნიშნავს, რომ შენ გრძნობ თუ რა გაყენებს ტკივილს. გრძნობ შენს განცდებს და მუშაობ იმისთვის, რომ გადალახო ისინი. რადგანაც საბოლოო ჯამში არაფერი არ ხდება ისეთი, რის იატანის უნარით შენთვის ბუნებით არ იყოს მონიჭებული. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენ მცანუ მოგეწყინების. ჩემი ერთადერთი სურვილი ყოველთვის ის იყო, რომ შენი ღირსება არ შემერცხვინა. კეისარო, მამა. რამდენად ხშირად გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ გვაფასებენ სხვები. რამდენად ხშირად ვითხოვთ აღიარებას გარე სამყაროსგან. მე მივცემ ხალხს ოცნებას რომზე და ისინი შემიყვარებენ. თუ ამაზე ხართ დამოკიდებული, არასოდეს იქნებით კმაყოფილი. ის, ვისაც დიდება უყვარს, სხვა ადამიანების მოქმედებას საკუთარ სიკეთედ განიხილავს. და სანამ ადამიანი სხვის ქმედებებზეა დამოკიდებული, მას შიში მოუწევს ცხოვრება. რადგანაც თუ საჭირო გახდება, უნდა შეგშურდეს და იეჭვიანო იმათ მიმართ, ვისაც შეეძლება წაგართვას ეს რაღაცები და ხრიკები მოაწყო მათ მიმართ, ვისაც აქვს ის, რასაც შენაფასებ. თანაც ხშირად ნაკლის აღმოჩენა მოგიწევს ღმერთებში. როდესაც შენს ბედნიერება შენი შესაძლებლობების საზღურებს მიღმა აყენებ და შენს თავს სხვების ნებას უქვემდებარებ, იმპერატორმაც კი თავი დატყვევებულად შეიძლება იგრძნოს. ეს რაღაც კოშმარია. წარმოუდგენელი კოშმარი. ამრიგად ყოველთვის იფიქრე იმაზე,
თუ როგორ იბრძოლებ თავისუფლებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ვინმე შეეცდება შენს გაკონტროლებასა და დაქვემდებარებას. და მაინც, რამდენად იოლად შეაბარებთ საკუთარ თავს იმას, ვინც კი შეურაცხყოფთ. როდესაც მათი სიტყვები თავში გიტრიალებთ და გამუდმებით მათზე ფიქრობთ, ამით თქვენ მათ საკუთარ თავზე გაბატონების უფლებას ანიჭებთ. ბედიც და გამარჯვება, ღმერთსა უნდეს მოცა გხვდების. გლადიატორებო, მოგესალმებით. რა ვქნათ, როდესაც ბორკილებში აღმოჩნდებით? როგორ უნდა იმოქმედოთ ცნეობრივად, როდესაც თქვენი თავისუფლება შეზღუდულია და უსამართლოდ მოგექცნენ? დაიმახსოვრე. პირველი იმისათვის, რომ სამაგიერო გადაუხადო, არ არის საჭირო და ემსგავსო იმას, ვინც ცუდად მოგექცა. სხვებმა შეიძლება გადაწყვიტონ გარემოება, რომელშიც აღმოვჩნდებით, მაგრამ ჩვენი გონება ყოველთვის ჩვენთანაა. სანამ ჩვენი ნება გაგვაჩნია, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლები ვიღოთ. სულებო წმინდაო დედა, გამიმხილე რას მიმზადებენ ღმერთები. წმინდაო მამაო, შენ დაიფარე მახვილი თუ ბიწოება ჩემი მეუღლის და შვილის ჩემის. გამოამჟღავნეთ ის თვისებები, რომლებიც აბსოლუტურად თქვენ ზალაშია. გულწრფელობა, სერიოზულობა, შრომის უნარიანობა, სიამოვნების უგულვებელყოფა, შენი ხვედრით და მცირედით კმაყოფილება, ქველმოქმედება, უშუალობა, ზომიერება, წვრილმანებისგან გათავისუფლება, კეთილშობილება. განა ვერ ხედავ, რამდენი თვისება შეიძლება დაუყოვნებლივ გამოავლინო და არ აქვს გამართლება არაქმედ უნარიანობასა და უვარგისობას. გაითავისუფლე საკუთარი თავით ტკივილისგან, რომელიც შეურაცხყოფის მოყენების შედეგად მიიღე. და დაინახე, რომ მან, რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული შენთვის ზიანის მოყენება, ზიანი მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენა. გაითავისუფლე საკუთარი თავი უიმედო სიტუაციისგან გამოწვეული სასოწარკვეთილებისგან და დაინახე, რომ შენი ბედი არ იყო იმდენად გადაწყვეტილი, როგორც შენ ამის გეშინოდა. გაითავისუფლე საკუთარი თავი წარმოსახვითი შეზღუდვებისგან და დაინახე, როგორ ხდება ყოველი განსაცდელი, სათნო და მიზანმიმართული ქმედებების შესაძლებლობა. შენ შეიძლება ხელბორკილები დაგადონ, მაგრამ როდესაც იცი, რომ თავისუფლება გამუდმებით შენთან არის, შენ შემდეგნაირად უპასუხებ. რას ამბობ? მე ბორკილებში? შენ შეიძლება შენს ფეხებს დაადო ბორკილები, მაგრამ ჩემი ნების დაწლევა თავად ზევსისთვისაც კი შეუძლებელია. ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია. როდესაც ადამიანი ეყრდნობა საკუთარ მიზეზებსა და სიძლიერეს, ბედნიერების მოსაპოვებლად, ეს არ ნიშნავს, რომ ის მარტო უნდა იყოს, რომ მან არ უნდა შემოიკრიბოს ირგვლივ მეგობრები და პარტნიორები, ისევე როგორც ადამიანში არსებობს მარტოობის სიძულვილი და მიდრეკილება სოციუმისკენ, ასევე არის რაღაც დამახასიათებელი მისთვის, რაც სტიმულს აძლევს მას ეძიოს მეგობრები. დიდი სიამოვნება არა მარტო ძველი მეგობრული ურთიერთობები და მათი შენარჩუნება, არამედ ახალი მეგობრების შეძენაც. ნამდვილი მეგობრობა მაშინაა, როცა ენდობი ვინმეს ისე, როგორც საკუთარ თავს. ამას ცოტათი კრიტიკული აზროვნება სჭირდება, რადგან მაშინ, როდესაც კარგი დროა, ცოტათი უფრო ადვილია მეგობრების შეძენა და არც თუ ისე იოლია მათი შეძენა უბედურების შამს. იხელმძღვანელი ამით შენს მოქმედებებში. არ შეიძინო მეგობრები ხეირის სანახავად. არ იმეგობრო იმიტომ, რომ ის დროებით სასარგებლოა შენთვის. დაიმახსოვრე, თუ გინდა რომ ნამდვილი მეგობარი შეიძინო, ჯერ თავად უნდა გახდე ასეთი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გარშემო ირტყა ნათესაურის სულები და დატკბე მათი სათნოებით. იფიქრე, მაგალითად, ერთის ქმედუნარიანობაზე და მეორე მეგობრის მოკრძალებაზე. მესამე მათგანის ლიბერალურობაზე და მეოთხე მეგობრის რომელიმე კარგ თვისებაზე. არაფერი აღგვაფრთოვანებს ისე როგორც სათნოების მაგალითები, რომლებიც მჟღავნდება იმ ადამიანების მორალში, რომელთა გვერდითაც ჩვენ ვცხოვრობთ.
ჟობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილის სახელოვანი. ჩვენ მოკვდავები ვართ, მხოლოდ აჭრდილი და მტვერი. აჭრდილი და მტვერი მაქსიმუს. თუ საბოლოოდ ჩვენ მხოლოდ ჩრდილები და მტვერი ვართ, რაღაცა ჩვენი მემკვიდრეობა. რა გვამოძრავებს რაიმე შესაქმნელად. კიდევ ერთხელ შეახსენე საკუთარ თავს, რომ იმის ცოდნა, რომ წინ დავიწყება გელოდება, არ ნიშნავს, რომ მიზნის გარეშე იცხოვრო. პირველი, არაფერი გააკეთო დაუფიქრებლად, არც მიზნის გარეშე. მეორე, დარწმუნდი, რომ შენი ქმედებები მიმართულია სოციუმის გაუმჯობესებისკენ. ბედნიერია ადამიანი, რომელსაც სხვების გაუმჯობესება შეუძლია. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც უშუალოდ მათთან კონტაქტშია, არამედ როდესაც მათ ფიქრებშიცაა. შენ ახლა თავისუფალი ხარ. მე აუცილებლად გნახავ. და ეთქვენმა სათნუებამ სხვები ჩთააგონოს და დამიჯერეთ, მათი სათნუება კიდევ უფრო შთამაგონებელი გახდება. მერე კი, როდესაც შენი ცხოვრება გაივლის და დავიწყებას მიეცემა, შეგიძლია დაისვენო, როდესაც გეწოდინება, რომ შენი სიკეთე გამოძახილს პოვებს მარადისობაში. ოდესღაც არსებობდა ოცნება მას რომ იერქვა. რეალობად აქციეთ იგი. ასეთი იყო მარკუს ავრელიუსის სურვილი. მუდმივად იფიქრე, რამდენი გმირი მომკვდარა მას მერე, რაც ათასობით მოუკლავს და რამდენი ტირანიც, რომელმაც თავისი ძალაუფლება ისეთი საშინელი ქედმაღლობით გამოიყენა ადამიანების ნების დასათრგუნად, თითქოს და უკვდავი ყოფილიყო. და რამდენი ქალაქია, ასე რომ ვთქვათ, სრულად მკვდარი. დაამატეთ ყველა ისინი, ვისაც იცნობდით, ერთი მეორეზე მიყოლებით. ერთი კაცი, რომელმაც მეორე დამარხა, მოკვდა და სხვისი დასამარხი გახდა. და ყველაფერი ეს მოკლე დროში. გაიარე მაშინ ეს ხანმოკლე პერიოდი ბუნებასთან ჰარმონიაში და დაასრულე მოგზაურობა კმაყოფილებით. ისე როგორც ზეთისხილი ცვივა ხიდან, როდესაც მწიფდება და მადლობას წირავს გამჩენს, რომელმაც ის შვა და მადლიერია ხისა, რომელზედაც ის განვითარდა. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.